მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებელო, ჩვენ პირდაპირ ეთერში ვართ, ჩვენი გადაცემა დღეს მიეძღვნება როგორც საქართველოში, ისევე საქართველოს ფარგლებში არის შექმნილ პოლიტიკურ მდგომარეობას. მახლოვდება არჩევნების მოახლოვებასთან ერთად, როგორც არის და როგორც საერთოდ ხდება ამ ქვეყანაში და არათუ მარტო ამ ქვეყანაში, სხვადასხვა ქვეყნებში და მათ შორის ევროპის ქვეყნებში იწევს პოლიტიკური ტემპერატურა. მართლაც დღეს საქართველოში პოლიტიკური ტემპერატურა პიკს მიაღწია და პოლიტიკური პარტიები იმის ნაცვლად რომ ემზადებოდნენ არჩევნებისთვის და რაღაც გარკვეულ პროგრამებს და გარკვეულ საქმიან შეთავაზებებს თავაზობდნენ საქართველოს მოსახლეობას, ისინი კვლავ გადასული არიან მუქარებზე, გადასული არიან კვლავ ამ რევოლუციური გეგმების განხორციელებაზე და პირდაპირ ღიად ამბობენ, რომ ჩვენ არჩევნებს არ ჩავატარებთ, ჩვენ ჩავშლით არჩევნებს. ბიჭო, რატო ჩაშლი არჩევნებს ერთი გამაგებინეთ, თუ კი თქვენ საზოგადოების დიდი ნაწილი, როგორც თქვენი ძახით, გიჭერს მხარს. ხო, ამბობთ, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი ჩვენ გვიჭერს მხარს, ქართული ოცნება აყალბებს არჩევნებს და აქედან გამომდინარე, ჩვენ ვერ მომდივართ უმრავლესობაში. აცალეთ მაშინ იმ ხალხს, გაიგე? ეხლა ხო აგერ შანსი გეძლევათ ახლა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. ხომ ამბობთ, რომ უყვარვართ ხალხსო, გაიგე? აცალეთ იმ ხალხს ახლა და მიაღებიეთ არჩევნებში მონაწილეობა და ერთი ნახოთ რა ხმებს მიიღებთ და როგორ უყვარხართ საქართველოს მოსახლეობას, მაგასაც დავინახავთ. ჩვენ ასევე სხვა თემებზე გვექნება საუბარი, ჩვენ დღევანდელი სტუმარი არის ბატონი ზაზა გვიმრაძე, პოლიტპატიმარი, ადამიანი, რომელიც ჩაბმული არის პოლიტიკურ პროცესებში და კარგად აკეთებს შეფასებებს და კარგად მოქმედებს იმასთან დაკავშირებით, რომ როგორმე წინააღმდეგობა გაუწიოს ლიბერალ LGBT ფაშისტური იდეოლოგიის მატარებელი აი ამ ჭინკებს, რომელიც დღეს არის შემოსეული ამ ქვეყანაში. ბატონო ზაზა, მოგესალმებით, მადლობა რომ მობრძანეთ ჩვენთან სტუდიაში. მადლობა თქვენ ტექსტთან მოწვევისად. ხო, და რამით ახლა გითხრათ, ნახეთ, დაიწყო უკვე მუქარები, ნაციონალ მოძრაობა გამოდის და ღიად აფიქსირებს თავის პოზიციას, რომ ჩვენ არჩევნები უნდა ჩავშალოთ და არ უნდა ჩავატაროთ. თუ კი მათ აქვთ რაღაც გარკვეული რეიტინგი საზოგადოებაში და ხალხის მხარდაჭერა, რატომ უნდა ჩაშალონ არჩევნები? რაშია საქმე? ანუ ესე იგი არა აქვთ იმედი იმისა, რომ ისინი რაღაც გარკვეულ ხმებს მოიპოვებენ საზოგადოების დიდი ნაწილიდან და შევლენ თვითმმართველობის ორგანოებში და აიღებენ მათ უმრავლესობას. რაშია საქმე? ეს კოლექტიური ნაცმოძრაობა, როგორც გახარიას პარტია ლელო, ის სულება კოალიციისთვის ახლები თუ კიდევ ვინც არიან, მთლიანად დამოკიდებული არიან ევროპიდან, როგორ უკარნახებენ, რა გააკეთონ, როგორ გააკეთონ და ეხლაც ესეთი სიტუაცია, ორი პარტია დატოვეს, დაანჩენი ორი იმუქრება, ჩავშლით არჩევნებს. როგორ უნდა ჩაშალონ არჩევნები? ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, შევარდებიანი. როგორც აკეთებენ, ხო ხედავთ? შევარდები არ მევიდნენ ეგრეთ საგამოძიებო კომისიაში და არც ის გადაგირავ და დაждდნენ. თან აწყოთ მაგათ რომ იჯდნენ. არა, ისინი იმიტომ აწყობთ, რომ მილიარდები ჩამოწერეს. არა, ხო და თან გაფარჩაკებული ხალხია ეგენი კაცო. ეგენი არჩევნებს საქართველოში ვერ მოიგებენ. ერთი მიზანი აქვს იქ თავის ამათ პარტნიორებს უცხოეთში რო ყავთ, რომ როგორმე საქართველოში მოახდინო გადატრიალება, მაგრამ ის საქართველო, დღეს ის საქართველო არ არის, როგორც კი მოახდენენ, როგორც იყო დაუშვათ 92 წელში, კანონიერი პრეზიდენტი რო გადააგდეს 2003 წელში, როგორც კი შევარდნაძეს შეუცურეს ვარდების რევოლუცია და შევარდნაძეს დაბრუნება იყო ამაზე ახლა. არ არის, ამბობენ რომ შევარდნაძეს სისხლის ზღვას მოვერიდაო და სისხლის ზღვაზე არ არის. უთხრე შევარდნაძე, შენ წახვალ, შენთვის ყველაფერი შენარჩუნებილი იქნება. ყველაფერი და შევარდნაძე დათანხმდა. მაგრამ სხვა რა უნდა იქნა, მოხუცებული კაცი. სხვას რო ცოდნოდა იქ რომ ეს ვარდე ისეთ ხალხს რო არა, მაგას არ დაუშვებდა, ვერც მოხდებოდა ვარდების რევოლუცია. კარგი, ნახეთ ახლა დასავლეთი. და ეხლა დასავლეთი იმას აკეთებს, რომ ეხლა ვითომ ესენი არ არიან ნაცები და ეს ახლები დაუშვათ, ეს ვინც არის გამოდიან ეს 4 პარტიიდან. ანუ ეხლა ნახეთ რა ხდება ეს ორი პარტიის ეს მოხდა, რომ ხო, ესენი არ არიან ნაცები. ხო და ახლა ანუ ამაცე გააკეთეს ისა რა. ხო, ეხლა როგორ გააკეთეს იცი? თუ აბა ეს ნაცებმა დაკარგეს ნდობა თუ რაშია? არა, ნაცებმა კი არ დაკარგეს. ნაცები ცალკეა, ნაცები. თუ ორი მიმართულებით ბრძოლობენ. ორი მიმართულებით, რომელი პოზიციას გაიმარჯვებს? ამათ გონიათ, რომ ეს ორი ძალა რახაც გაერთიანდა. ესენი არჩევნებს მოიგებენ. ამათ გონიათ, რომ ქართული ხალხი ვერ ხვდება, რომ ისინი რომ წავიდნენ
ეს არჩევნებისთვის წავიდნენ ის 7 თვით. თან დაისვენებენ ის მიშასციხე ხო არ არის რომ ვიღაცა მაწამოს ან რამე ზედმეტი აკადროს. თან მილიარდები შეჩებათ. ხო არა, ფული ხო ის ფული რომ მოდიოდა ევროკავშირიდან იმიდან ეს ხო უნდა გაირეცხოს და გასუფთავდეს და უთხრეს რომ აი ვიომე და ციხეში წავედით ძმაო რა ფულს. და ჩამოწერენ ფულს. ხო რა ვინ მოსთხოვს ახლა ფულს ციხეში წასულ კაცს და იმას. რომ ვიომეთ აგერ ახლა მიტინგები ვატარეთ რაღაცეები 418 დღეა თუ 999 დღე აი კიდე ხალხი გამო არის ავანტყოფები არიან რა. ავანტყოფები კი არ არიან ბატონო ტრისთან უბრალოდ ქვეყანა არ უყვართ რა. მოდი ეს ქვეყანა ვიცი რა არ უყვართ კაცო მაგათ უსამშობლოა. ესენი არიან მე ასეთ ხას ვეძე უსამშობლო ხარ. როგორ შეიძლება შენ ქვეყანას ავნო თუ გიყვარს. შეიძლება ხელისუფლება არ გინდოდეს მაგრამ ქვეყანას არ უნდა ავნო. ნახეთ ბატონო ზაზახმა ვადეთ და ეს შემე გააგრძელეთ, აი უბრალოდ ჩაგეკითხებით ახლა. ნაციონალური მოძრაობა, ხო? ნაციონალური მოძრაობა ტრიალებს, სულ აი მუდმივად ტრიალებს, როგორც დაუშვათ იყო ამდენი წელი ხელისუფლებაში და საქართველოს ანგრევის მეტი არაფერი არ გაუკეთებია, ოპოზიციაში გადავიდა და იგივე პროცესებს აგრძელებს, ხო? ვერ მოიცილა საქართველოს მოსახლეობა ეს ნაციონალური მოძრაობა. არა, ეხლა რა ვერ მოიცილა, ხო? ვერ მოვიცილეთ, კაცო. არა, ბატონო ტრისთან, ფაქტია რომ ვერ მოვიცილეთ, მაგრამ ეს საპარლამენტო კომისია. დიახ. ალბათ მაგას გადაწყვეტს. მაგასაც შეგეკითხებით, მე თქვენ იცი რატო რომ თუ არ მოიცილა პარლამენტმა არ გაუქმდნენ ეს ვითომ გამრავლებული ნაცები და მაგათ არ აეგზავნათ პოლიტიკური საქმიანობა, ისე ვერ მოიცილეთ. თან მხარდაჭერები ყავთ ევროპაში. საქართველოშიც აყავთ მხარდაჭერები, მაგრამ ის რაოდენობა არ არის, იმიტომ ვერ გადიან არჩევნებზე, რომ ის რაოდენობა არ არის იმ ხალხისა, რომელიც მაგათ მოაპოვებინებს ძალეუფლებში მოსვლის საშუალებას. ის რაოდენობა არ აყავთ ამორჩეველი. ყავთ, მაგრამ ნენელა აკდება ხო? არა, ახლა ნაციონალურ მოძრაობას მე არ ვიცი ხა რომელი ჭკვატყოფელი დაუჭერს ხარს კაცო. რაც მაგენას ფულს ხარჯავენ. რაც მაგენას აღარ ფული შველის უკვე არა, ხარჯავენ, მაგრამ არა შველის, იმიტომ რომ ხალხმა იცის რა, მეტმა ნაწილმა. რაც მაგენას საქართველოს გაუკეთეს, საქართველოს მოსახლეობას გაუკეთეს, ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ხელისუფლებაში შემდგომ ოპოზიციაში გადასვლის დროს და დღემდე რასაც ეგენი უკეთებენ საქართველოს მოსახლეობას, ეხა რომელმა ჭკვატყოფელმა ქართველმა უნდა მიცეს და თუნდაც არა ქართველმა საქართველოს მოქალაქემ მაგათ ხმა ეს მაინტერესებს, ეს მაინტერესებს ის ადამიანები რომელი ადამიანები შემოხაზავენ ხუთიანს და მხარს დაუჭერენ ნაციონალურ მოძრაობას. არის ესეთი დაუშვათ ადამიანები საქართველოში, რომლებიც მაგნაბიჯ გადადგამენ, მე მხედველობაში ვიყავს ისეთი ადამიანები, რომლებიც დაუშვათ დღეს ფიქრობენ კიდევ რაღაც საქართველოს კეთილდღეობისათვის. ვინ საქართველოს კეთილდღეობაზე ფიქრობს, ის ადამიანი არ დაუჭერს ხარს ამ ოპოზიციას. ეს ოპოზიცია აღარ არის. ეს არის მართული ძალა, აგენტურული ძალა, რომელიც გამოდის და საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებს. საქართველოს წინააღმდეგ მოქმედება ნიშნავს ქართველი ხალხის წინააღმდეგ მოქმედებას. ესეთები არ იყვნენ საქართველოს ისტორიაში. შადიმანებს ეძახი, მაგრამ მოძდევს საქართველოს და ის ისტორიულად მოძდევს. და მე რაღაცა მომენტებში ტეხავდნენ ამ შადიმანებს ქართული მეფეები და ქართული სახელმწიფო. ტეხავდა სამეფოები და იყო სიამტკბილობა საქართველოში და ქვეყანა ძლიერდებოდა, მაგრამ როგორც კი გაჩნდებოდა შადიმანები ან სისუსტეს გამოიჩენენ მეფეები, საქართველოს ეგრევე მარცხდებოდა. დანოზე აგზავნიან. ეს ყოველთვის იყო. იცი რა, იცი რა ვერ გავიგე ბატონო ტრისთან, როგორ შეიძლება შენ თუ ეს ქვეყანა გიყვარს, შენ აგზავნო იქა და თან როგორი სიხარულით გარბიან იქ ევროპარლამენტში რომ მოხდნენ და იქ საქართველოს დააბეზღონ და 1000 ცუდი რაღაც იქ ამერიკის კონგრესში თუ სადღაცა რა და ერთი რამე უნდა ვიცოდეთ ბატონო ტრისთან, ჩვენი ყველაზე დიდი მეგობარი და ჩვენთვის საქართველოსთვის არის ღმერთი ჩვენი უფალი, რომელიც უფარველობს და იმიტომ რომ და დედაღვთისმშობლი რომელიც იმისწინებოდა ქვეყანა და ის წმინდანები რომელიც საქართველოს ფარველები არიან კიდევ. კი, მაგრამ სხვა არაფერი. ჩვენ თუ ეს ჩვენ ვიცით, მაგრამ ამ უსამშობლოებს ვერ გავაგებიათ ვერაფერი. ესენი ამათ ხო ღმერთი არ სწამთ ბატონო ტრისთან. ესენი უღმერთოები არიან. ეს არის დღეს საქართველოში არის უღმერთოთა კავშირი, რომელიც ბრძოლობს ხელისუფლებაში მოსახლეობაზე. ანტიქრისტე. ბოროტი ძალა, ანტიქრისტე ძალა, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს კეთილდღეობას. ნახეთ ახლა რა ხდება. ჩვენ უფრო კაი დღეში ვიქნებოდით, ქვეყანა და უფრო წინ ვიქნებოდით,
აი ეს შემცვლელი პირობები რო არ იყოს საქართველოში ამ ოპოზიციური პარტიებისგან. რა თქმა უნდა, ეხლა ხო ფაქტია, რომ ესენი ხელს უშლიან ქვეყნის განვითარებას. აუცილებლად ეს ფაქტია. ამას უკვე მართლაც ქართველი კაცი. ამას ჩვეულებრივი გლეხით გზნობს და ყველა გზნობს. ფაქტია, ბიჭო, რომ ესენი ქვეყნის განვითარებას ხელს უშლიან, კაცო, გაიგე, ყოველდღიურად ახალ პროვოკაციებს აწყობენ, გაიგე, ქვეყნის წინააღმდეგ, გაიგე, როგორც შიდას, ისე საგარეოსაც, გაიგე. საგარეოსაც. ესე იგი, ესენის როგორ ტოპკებს უწევენ, ქართველ ხალხს ვითომ აღარ გაგიშვებთ, იქ არ გაგიშვებთ, ევროპაში არ გაგიშვებთ. აკადემიკოდ არ გაგვიშვებთ, კაცო, აღჭირდა, მაგრამ გამოშვებთ. ვინ კითხავს, მაგას ჩვენ გაშო გამოშვებთ, გამაგე. არა, იცი რა არის? ჯერ ეს ევროკავშირი აღარ არის, ეს საბჭოთა კავშირზე უარესი კავშირია, რაღაცა. საბჭოთა კავშირი ყოფილა ანგელოზი, კაცო, მაგას. ამათთან ევროკავშირი. აბა რა, ანგელოზი ყოფილა. სად გაძალებდა საბჭოთა კავშირი ესეთ რაღაცა. რასაც ისინი გაძალებენ, ისინი გვაძალებენ ჩვენ. არა, მე არ მახსოვს ესეთ რაღაცები. დაძალება არაფრის არ იყო. თუ გაშენდა საქართველოს და გაკეთდა საბჭოთა კავშირის. ხო, ახლა მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტები მაშინაში. აშენდა და ყველაფერი აშენდა. დანარჩენი რაც განადგურდა, აი ამ დემოკრატიამ, ამ დემოკრატიულმა ვითომ დემოკრატებმა ამ ევროპიდან და დასავლეთიდან, ყველა დასავლეთიდან დაგვანგრევნებს ყველა სტრატეგიული. მთელი ფაბრიკა ხახნები გაანადგურეს. ყველაფერი გაგვანადგურებინა. ის ფაბრიკა ხახნები, რომელი ფაბრიკა ხახნებითა საქართველოს სულთმუნო და ცოცხლო და იყო და არსებობდა, იყო მართლაც ძლიერი სახელმწიფო, ხო? საბჭოთა კავშირის შემავალი ერთ-ერთი რესპუბლიკა. ყველაფერი ქონდა, მძიმე რეწველობა ქონდა, ეს ყველაფერი დაანგრია. კვების რეწველობა ქონდა და ყველაფერი ქონდა. ეს ყველაფერი დაანგრია ჩვენმა სტრატეგიულო პარტნიორებმა, მაგრამ ამერიკის შეერთებული შტატებმა და ევროკავშირმა. ხო გაგვინადგურეს თლიანად. სხვარი მოგვისპეს. ხო და ძროხა მოსპეს საქართველოში, ყველაფერი მოსპეს. ეხლა წარმოიდგინეთ თქვენ კაცო, ეხლა ეს პირველი შემთხვევა ხო არა, რასაც მაგენი აკეთებენ. ხო, ეხლა ძალიან ცუდი ის მოხდა იმ სადგურის მოედანზე, ხო, ძალიან ეს იყო მართლა ტრაგიკული შემთხვევა იყო, კაცო, ეხლა იქ მოხდა ეს ფაქტი, მოხდა, იმიტომ მოხდა, რომ ეხლა ყველაფერზე ხო უნდა გაიშურო, კაცო, მთავრობისგან ხელი გაიგე. არ გამოდის, მესაკუთრეა და არ გამოდის. ხო და რა ქნან ახლა იმათვას იმ ქალაქის მერიამას რა გააკეთოს, კაცო. მაშინ იცი როგორი მეთოდით უნდა იმოქმედო და ქალაქის მერია მერე ნახე რა იქნებოდა. არა, რას გეუბნები, რა მინდა გითხრა შეხედე. მიშას დროსო შევარდებოდე და გამოყრიდნენ. ამას არ აკეთებს ახლა კაცო ეს დღევანდელი ხელისუფლება. ხო და ეგ რო არ გააკეთა და უთხარ რომ გამოდით ექსპერტიზის დასკვნა ყველას ჰქონდა ჩაბარებული ეს არის ავარიული. კი, მაგრამ რა მინდა გითხრათ, ნახე, აი ამ ავადმყოფებმა, ეგ კიდევ გეუბნები. ნაციონალურმა მოძრაობამ და მათთან არსებულმა იმან პოლიტიკურ პარტიებმა, ან ის რო არის პატარა პაჭიბუჭა პოლიტიკური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციებმა. ყველა ტრაგედია როგორ უნდა გამოიყენონ და ყველაფერს აუნამიცენ პოლიტიკური ის რომ ხასიათი, გაიგე. სარჩული ეგ არის, ერთი ბიჭო გამოდიან, გაიგე და უკვე უცებ ჩასაფრებული თითქოს და იცოდნენ რომ უნდა ჩამონგრეულიყო და ან ისეთი შთაბეჭდილება დამჭა მე მაგათლა ხوار დააზიანეს ზემოთ ეს სპეციალურად რომ შემდგომ ესე იგი შესაბამისად ემოქმედათ ხელისუფლების წინააღმდეგ, ხო? არა გამოდიან და პირდაპირ ამბობენ ესე საშინელ განცხადებებს აკეთებენ იმისასაც რომ მიუსამძიმონ ოჯახებს გაიგე იმისასაც რომ ხელისუფლებას უთხრან რომ ეს არის შემთხვევითობა გაიგე ეს არის ტრაგედია ხო და ამიტომ ჩვენ ამ სიტუაციაში ერთიანდებით გაიგე და ვართ თქვენს გვერდით რომ ეს მოსახლეობას რაღაცნაირად გვერდში დაუდგეთ და დავეხმაროთ და ვანუგეშოთ და ამ სიტუაციიდან გამოიყვანოთ. არა, ეს კი არ გააკეთეს. არა, პირდაპირ ცეცხლზე და ასხაზე ნავთი გაიგე და პირიქით აღეს გამოიყვანეს მე ვიღაცა თავისი მოსყიდული არამზადები გაიგე. ეს რა აღნიშნო არ შეიძლება გაიგე. აი სინდის და დამუსი დაკარგეთ თქვენ აი იმათ გეუნებით იქ ვინც ცხოვრობდით და ნაციონალურ მოძრაობის ნარატივს რო აყევით გაიგე რომ თითქოსა თქვენთან არ მოსულა არავინ და არ შეუთავაზებია. ხო, ხო, მე გამოვიდნენ ტელევიზიაში. ბიჭო, აგერ ამოიღო მე ამოიღო. არა, იცის რომელი ხალხია? დაუშვათ რო ქონდა 50 კვადრატული და 150 რო ითხოვდა. ხო, აი ეს ის ხალხია. უნდა დაუკმაყოფილოს სახელმწიფომ. თურმე 50 რო აქვს. ხო, 70 რომ მოეცა და 80 არის უკმაყოფილი ახალ ბინაში რო შესული. ხო, მაგრამ ეხლა ეს ბიჭო, გეუნება ხო? აგერ დოკუმენტები წარმოგიდგინეს, გაიგე და ყველაფერი ხალწით დაგიდეს და ესენი მაინც იმას ამბობენ, გაიგე? მაინც თავისას ისახიან. არა, ეს მავნებლობა არის, კაცო. მავნებლობა, ხო, მე რა გითხარი, ბატონო ძე, დასაწყისში, ეს არის მავნებლობა ქვეყნის წინააღმდეგ, სახელმწიფოს წინააღმდეგ. მაგათ არ უყვარს ქართველი ხალხი, მაგათ უნდათ ხელისუფლება მოსვლა და ეს ქვეყანა რო განადგურდეს და დაიშალოს მარტი მომრავლებად. მე სხვა იმას ვერ ვხედავ. ესენი არიან დაგეშილი აგენტები, დაგეშილი. საქართველოს წინააღმდეგ დაგეშილი აგენტები. მაგარი და თან როგორი ის დაგეშილები, კაცო.
მონადირე ძაღლი არ არის, ესეთ დაგეშილი როგორც ეგენი არიან დაგეშილი. ფარისევლები, გაიგე, ეკლესიას რო ადამიანი შეურაცხყოფს, ესმის ასია საკითხი. პატრიარქს რო ადამიანი შეურაცხყოფს, პატრიარქს რომელსაც მთელი თავისი სიცოცხლე ჩადო აი ამ ქვეყნის კეთილდღეობაში, გაიგე და დღესაც და როგორ უძლურებაშია საერთოდ დღესაც ადამიანი გადადებული აქვს თავი იმისთვის, რომ ეს ქვეყანა და ქვეყანაში მაცხოვრებელი ადამიანები კარგად იყოს, ხო? ეკლესიას შეურაცხყოფ, პატრიარქს შეურაცხყოფ, მღვდლებს შეურაცხყოფ, ეპისკოპოსებს შეურაცხყოფ, ყველას შეურაცხყოფ და თქვენ ანტიქრისტეებო, თქვენ მართლა ანტიქრისტეებო, არ გეშენიათ ამისი? არ გეშენიათ მომავალში თქვენს აი სად მიდიხართ და სად მოხდეთ? არა, იცი არ გეშენიათ, ან თქვენი ოჯახები არ გეწოდებათ, კაცო? იცი რა ცუდი რამეა, მე ეგეთი რამე ბატონო ტრისთან ყოფილა შემთხვევები იმ კომუნისტების დროს პირველად რომ მოვიდნენ ისინი ხო კომუნისტები არ იყვნენ ისინი იყვნენ ფაშისტები მაგეთ ტროცკისტები აგეთებდნენ კი ლიბერალური ფაშიზმი მაქედან წამოვიდა ყველა ტროცკისტები კი ბატონო გეთანხმებით და ეს ტროცკისტებმა და იმემა რომ დაიწყეს ეკლესიების გეოდა ისინი და ვინც ქართველი მიიღო მონაწილეობა რამდენი ოჯახი გაუუბედურდა იცი მის შემდეგ ყველას რა არ დაემატა ვინც კი ღმერთის წინააღმდეგ წავიდა ყველას რაღაცა მოუვიდა ან მარტო ეხლა ჩვენი ნალაპარაკი ხო არ არის რაღაცები წაიკითხონ არსებობს სხვადასხვა ქვეყნებში მართლმადიდებლური ისინი არის ისეთი გამოცემები ხატთან ბრძოლა ღმერთთან ბრძოლა ჯვართან ბრძოლა ჯერ არავის არ მოუგია არა კაცო არა შეიძლება რაღაც პერიოდი გააჩერეს მაგრამ დაუშვათ 15 წელი გააჩერა ტროცკიმ ეკლესიებში სახურება, მაგრამ 15 წლის შემდეგ და იმის შემდეგ ისევ აღდგას სახურება. ტროცკი მიიღო ის მისაღები იყო სტალინის. მიიღო კიდეც ის. და სწორედ მასე უნდა მომგვარიყო. მასე უნდა მომგვარიყო. აი ეს ანტიქრისტე, მაგი. ეხლა ბიჭო, ნახეთ, ამათაც ვერ გაიგეს აზა რა. ამ ხლა მე უბრალოდ ღმერთმა აწყნოს, ეხლა ის როგორ გარდაიცვალა იმის ჯაფარიძის დედა, ხო? ბიჭო ამ ხელა განსასწრების წინაშე ხარ ადამიანი, გაიგე რაშია საქმე. შენ პატიმრობაში ხარ, დედა გარდაგეცვალა, ხო? ახლა მაინც ხო უნდა გაახილო თვალები და მოხვიდო აზრზე, რომ შენ ეს განსასწრელი იმიტომ მოგივიდა, რომ სწორად უნდა იარო, კაცო, სწორად, გაიგე? არა, ისევე აგრძელებენ ამის ისევე ამ გარყვნილ ცხოვრებას და ამ გარყვნილი ცხოვრების გადაგებას და ამ გარყვნილობით სიარულს ისევე აგრძელებენ, კაცო. ეს განსაცდელის კი არ მიაჩნიათ არაფრად, კაცო, ამაც აზა და რა ვიცი ახლა მე გაიყვანა ხელისუფლება, რომ დედის დაგძოლას დასწრებოდა. გაიყვანა, კაცო, აბა რა, გაიყვანა. მიშაზროს ვინ გაიყვანა შენეთი მითხარ? მიშაზროს. ვინ გაიყვანა მიშაზროს, კაცო, რას ამბობ? მიშაზროს გაიყვანა კი არა, აქეთ დაგიმატებდნენ, კიდე მიგაწევდნენ უკან მიცვალებულს, გაიგე? მიგაწევდნენ მიცვალებულს, ხო, მიგვაწევდნენ უკან მიცვალებულს, ამას ასე ვინ გაგიყვანდა, კაცო, მიშაზროს და არა, მე რატო ვიძახი ცი ბატონ ტრისთან, ეხლა აქ ხდება ძალიან ცუდი რამე. ეხლა ესენი ხო ესე არიან, არჩევნები უნდა ჩაშორონ. თან 26 აგვისტომდე მოგცა იმ კალასი რო არის. კაი კალასლა. ხო. მამა ბაბუა მგონი ფაშისტი ყავდა. მამა კომუნისტი ყავდა, მამა კომუნისტი. თვითონ კონკავშირელი იყო. თვითონ კონკავშირელი იყო და ესენი მოდიან და ჩვენ გვეუნებიან. ჩვენ მიკითხავენ მორალს. მორალს მიკითხავს ვიღაცა კაია კალასი ეს მაძუნდარა ქალი და ის კიდე მილიარდები მილიონები შეჭამა კიდე ევროკომისიის თავმჯდომარეობა ევროპარლამენტარების ზუკნები არიან მაგენი ზუკნები ევროპარლამენტის ზუკნები კაია კალასის ურსულა ის კიდე ის რო თქვით ახლა ის მილიონები რო შეჭამა ევრო იქ რა კიდე ქვეყანა მოკლედ რა ესენი არიან აი კოლექტიური ზუკნები ევროკავშირის ის მიყავს იქ პარადი რო უყურებ ახლა ევროკავშირში გერმანელებს პრიბალტიკელებს ამათ ვიყავ. ნუ ეს გაერთიანებული ფაშისტი. ხო, აი ფაშიზმი გაერთიანებული. აი როგორც იყვნენ მაგათი წინაპრები გაერთიანებულები, ხო? ამისი რა ქვია, ღმერთის წინააღმდეგ და ეკლესიების წინააღმდეგ და ფაშისტური იდეოლოგიას აუცილებელი. ახლა მათი შვილიშვილები გაერთიანდა. რა უნდათ, ვერ ჩააგვაბეს ომში, ვერ გამოუვიდეთ ეს. ეხლა უნდათ რომ ამ არჩევნების ჩაშლით კიდე ორი პარტია ეს თუ თამაშია რა. ეს გამოვიდნენ მოაწერეს ხელი გაერთიანებაზე, საერთო კანდიდატების დასახელებაზე, ფარსი რა, რო იტყვიან და მერობის კანდიდატად გამოყავთ კაცი? ვინ არის მერობის კანდიდატი? ვინ არის მერობის კანდიდატი? ვინ? ელისაშვილიო, ჩემი კინაღამ მეთქი ვიღაცას იტყვიან თუ ელისაშვილი რა მერობის კანდიდატი, ჯერ ვინ არის ვაფშე ელისაშვილი? ერთი კაცი, რომელიც არის პირდაპირ გეუნებით ჩამშვები. ჩვენი ბიჭები აკუბარდიასთან ტელევიზიაში დაიჭირეს.
ჩვენ ბატონ ლევან ჩაჩუას ახლა სიმსივნიაკ და იქ არის საფრანგეთში. მაგ სააკაშვილის კისერზეა მაგის ეს მდგომარეობა, იმიტომ რომ მაშინ მიიღო მაგან ეს დაზიანებები და ხო ციხეში რა, ნერსი გაუკეთეს და დამართეს კაცს რა. ნელ-ნელა გამოუჩეს და აბა ლევანა საიდანვე გაშენო და დასავლეთ კაცი იყო ეს ავადმყოფობა. ესენ და ეს გამოდის, ეს ნაძირალა მერობის კანდიდატიო. როდის იყო ჩამშვებს ირჩევდა ქართველი ხალხი? მაგას თავი დაანები, ახლა თქვენ ახსენეთ ეს სწორედ ახლა გახარია ხაზარაძის ეს პოლიტიკური დაქორწინება, ხო? შეიძლება ისედაც დაქორწინებულები არიან, მაგეთი გაიგებ. არ ვიცი, კაცო. ხო, მაგ გაიგებ, იმიტომ რომ ვერ გაიგებ, მაგათ ორიენტაციას ვერ გაიგებ. რა ცხოვრება. უსამშობლო ხალხის ორიენტაციას ვერ ვიგებ. არა, თანდან მით უმეტეს თან იმაზე აქვს ხელი მოწერილი, გეი მემორანდუმზე აქვს ხელი მოწერილი. კი, მაგებს ერთად და მეორესაც, ხო და ამიტომ არ გამორიცხვა გარდა პოლიტიკური დაქორწინებისა, ისედაც დაქორწინებაც აქვს ერთმანეთში მაგათ. მაგრამ ეს ტვინ გახრეტილი, ეს შუტურა, გაიგე, ეს აფერისტი, თაღლითი, სადაც არ იყოს ჩამშვები, გაიგე და უსინდისო კაცი ალეკო ელისაშვილი, მე შენ გეუნები ბიჭო, ალეკო ელისაშვილი მით უმეტეს მე შე კარგად გიცნობ, გაიგე და გიცნობ როგორ იცი როგორც გათახსინებული არამზად ადამიანი, 9 მაისო იქ ის დამახვედრე, LGBT თემის წარმომადგენლები რომ დამახვედრე, ვაკის პარკში და მოღალატე რო გვიძახე, გაიგე, შე უნამუსო კაცო, იქ უცნობი ჯარისკაცის საფლავზე მივიდიოდეთ იმისათვის რომ პატივი მიგვეღო და ყვავილები დაგვედო იმ აშკაცის გმირი ადამიანის მასან საფლავზე და ამავდროულად ჩემი ბაბუაც მაგით გვერდით დაიღუპა, გესმით რაშია საქმე. და ჩემი ბაბუ ანალოგიური იგივე ბაბუაა ჩემი იქ და მე ასეთი წარმოდგენა მაქვს რომ ბაბუა ჩემი რომელიც დაიღუპა დიდ სამამულო ომში და ვერ ჩამოასვენეს და დაკარგულია უგზო-უგლოდ, აი ეს შეიძლება ბაბუა ჩემიც იყოს ის უცნობი ჯარისკაცი და მივდივარ ყოველწლიურად და პატივს მივაგებ კაცო იმ საფლავზე და ეს გარეწარი ესა დამხვდა ეგ პატარა ვიღაცა ტინგიციდან ტიკინებიან ბიჭებთან და საყურებიან ბიჭებთან და ესე შეურაცხყოფას აყენებდნენ ამ იმათ ომში მონაწილე ადამიანებს და შენ გინდა ბიჭო მერის კანდიდატობა? და ესენი არიან საქართველოს გადამჭენელები. შენ გინდა თბილისის მერობა ბიჭო? შენ უნდა იყო ქალაქ თბილისის მერი? შენ ბიჭო ხარ ინტრიგანი კაცი, გაიგე და შენ როგორ უნდა იყო თბილისის მერი? შენ მე არ ვიცი თბილისი როგორ მიგიღებ შენ და როგორ უნდა ამოხსნო და შენ და თავში როგორ უნდა ამოხსნო და აზრათო მე უნდა დავაყენო ჩემი კანდიდატურა თბილისის მერობის არჩევნებში. ბიჭო, რომელსაც სინდისი და ნამუსი და ის გაწყვეტილი აქვს. მე კიდევ ვენცას გეტყვი. წავიდა და გაიქცა იქ უკრაინაში, ვითომ საუბრად, გაიგე? ეკო ვიცი. 3 დღე, 3000 რუსი მოკლა. 3 დღე იყო უკრაინაში, 3000 რუსი მოვგალიო. შესულელო, შენ მომისმენი აქეთ. ჯერ 3 დღე ჩასვლა გინდა უკრაინაში, იმიტომ რომ შემოვლითი გზებით მიდიხარ, აი, პოლონეთიდან და მე ჩადიხარ ავტობუსით და მატარებლით მიდიხარ და ჩადიხარ ლვოვში და იქიდან მე და მოკლედ ერთი სიტყვით 3 დღე მაინც გინდა მინიმუმ ჩახვიდო, გაიგე? მე იარაღს შეეგუო, იარაღს და შენ გაითავისო რა არის იარაღი, ერთი თვე მაინც გინდა, გაიგე რომ მოემზადო ამასთან დაკავშირებით, გაიგე და მე კიდევ საბრძოლო ტაქტიკა რო შეისწავლო და მთლიანად რო შენ შეისწავლო ის უნარები და ის ჩვევები, რაც ომშია გამოსაყენებელი, 1-2 თვე მაინც გინდა, გაიგე, როგორც ახალგაზრდა, ამას ქვია ახალგაზრდა მებრძოლთა კურსი, გაიგე, რომ გაიარო ეს შენ ყველაფერი, გაიგე და მე ჩაებე საბრძოლო მოქმედებებში და დაიწყო იქ მიიღო მონაწილეობა საბრძოლო ოპერაციებში და შენ 3 დღეში ეტყობა იქ რაღაცა ან დამწყეული რუსები დაგახვედრეს ოჩადი, გაიგე, მაგრამ შენ მაგის თავიც არ აქვს, გაიგე, ვერც დამწყეულს და ვერც იმას ვერ იმასედი, ვერ გამედად, ნუ შენ კურდღელი ხარ, სულთა კურდღელი ხარ, გაიგე. რასიონი ჩადი ისელფავე ლვოვში, გაიგე, იქ რაღაც წამოიპლაკე 2-3 დღე და დამოიქეცი საქართველოში. ჩეეცვიეს ისა უნიფორმა, თან უკრაინული ლოგოთი დროშით, გაიგე და არიქა და მე აი ომში ვიყავ. რასი ომში იყავ ბიჭო შენ? ან ვინა ხარ შენ? ასე მეომარი კაცი ხარ. მეომარი ხალხი მასი არ ვიქცევით, შენ რო იქცევი, გაიგე. თუ წადი საუბრად, გაიგე, ჯერეთ რომ საქართველოს გამო არ წასუხარ შენ იქ, გაიგე. წადი იმისთვის რომ როგორ დაქირეებული კვლელი და ამაში ფულს გიხდიდან, გაიგე, ამიტომ წადი შენ, მაგრამ იქ შეგეშინდა გამოიქეც იქიდან, გაიგე. ესაა იქ უკრაინაში რომ მიდიხარ, ეს არის, თუ არა, საქართველოში თუ შენ გინდა და გული გქივა საქართველოს და შენ გინდა ძალიან გულიანად იომო და გინდა რომ საქმე გააკეთო ქვეყნისათვის აღარ არის, ყურიძეს შეაგე და ჩადი, მიდი. თუ ვაჟკაცი ხარ და მიდი ერთი, ნახე, რა დღეს შეგაგდები. მიდი ჩადი, ხო? ხო გინდა საქართველოს იომო. ხო მაგარი ბიჭი ხარ. ჩადი, მიდი, აგერ 40 კილომეტრში ხავს, აგერ, გაიგე, აქვე. ხო, მაგრამ სად ვინ მოგცა მაგის შნო შენ, მაგის თავი და მაგის საერთოდ ერთი ადგილი ვინ მოგცა შენ, გაიგე. შენ ხარ ავანტურისტი, გაიგე და მთელი ცხოვრება ცხოვრობ ავანტურით, გაიგე. ცალცალი კალოში დეიარებოდა, დღეს კარგად, ლამაზად
კარგი საკმაოდ დიდი შემოსავლები გაიგე და კარგი საკმაოდ ქონებების დააგროვე. საიდან ის რო რიცხავს ევროკავშირი ის საიდან ერთი გეკითხები ბიჭო, სახლი შენ არ ქონდა, კარი შენ არ ქონდა, გაიგე? ახლა ეთქარეში შედიოდი ასე პირდაპირ და მე უკნინ გამოდიოდი, გაიგე? ისეთ ფარჩი ცხოვრობდა, ესმის აშია საქმე. საიდან ერთი გამაგებია, საიდან და სუდის საქციელებიდან, რომელიც სუდ საქციელებს ჩვენი ქვეყნის წინამდე ჩადიხარ, გაიგე და ეხლა გინდა ჩემი ქალაქი რომელ ქალაქშია, ბიდაზე ბატონისაცაც ცხოვრობ და ჩვენარი ხალხი ცხოვრობს, აგი ვაჟკაცი ხალხი და მეომარი ხალხი, ჩვენი მერი იყო. მერი არა ის უნდა იყო, ბიჭო, რა ქვია იმას, იქ არის ის მადონა და ის რა ქვია იმას ზოია და ეს, გაიგე? არა, ბიჭო, ეს მერი. რა მერი, რისი მერი, ბიჭო? სიცხვი, ვით შეხამას მოგცემს, გაიგე და შემოხაცა. ამხელა უსირცხვილო ალეკოელი, მაგნაირი, ეხლა ჩვენ თბილისის მერობაზე. ქალაქი დაბადებული. სად არის ესე გამაგებინი ახლა? უბრალოდ ამას რა გონიათ ახლა მე რა მინდა გითხრათ. ახლა ალეკოელის საშუს უნდა მერობა, ხო? ამათ გონიათ ახლა ალეკოელის საშუს გონია რომ თუ არ ფიქრობს იმას რომ თბილისში და თბილისის მოსახლეობას მაგი არ უყვარს და არ მოწონს, გაიგე და არავითარ შემთხვევაში მაგი მისაღები არა მაგ. ბატონო ტრისტან, მე გეტყვი რა ხდება ახლა, ხო ვიცით რაღაცები, ბევრი რამეები ვიცით და აქ რა ხდება, იცი? კაცი რომელიც არის პადოში, რჩება პადოშად რა და სადაც მიიყვანენ ჯერ რა იყო მარჩევნე. ო ვის ხო იყო ერთი კიდე რა. ჯერ იმის ერთი კანონია გასაუქმებელი და რა დაემატა ამ პარლამენტთან. ხო, ამ პადოშა მართლა ეს უნამუსო. ჯერ ბიჭო როგორ პარლამენტის არჩევნებზე რა იყო ის რეკლამასავით რომ გაიგედა, ან სალტოებზე ხდებოდა, ან ისე გადადიოდა. ხან რაღაცას იმეშებოდა. ბიჭო, ხო შეიძლება ბიჭო კაც კონდეს კაცური თვისებები. კაცობა იმარჯვებს საქართველოს. ავტორიტეტი თუ არა ხარ, ძმაო, ვერცეთ არჩევნებში ვერ იმარჯვებ. ვერ იმარჯვებ. იმიტომ ვერ მოუგებთ ქართულ ოცნებას, რომ თქვენ იმდენი კაცობა არა გაქვთ. თელ ოპოზიციას, რაც ეს ბიძინა ივანიშვილს აქვს რა და იმ ერთ კაცს ვერ უგებთ თქვენ და მაგაზე გიждდებით. და მე ბიძინა ივანიშვილის გუნდში ყავს ისეთი ხალხი, რომელიც თავით ფიქრობს და არც არავის ეყიდება რა, არც დასავლეთს, არც აღმოსავლეთს, არც ჩრდილოეთს და არც სამხრეთს. ისინი ქართველები არიან. ზოგი ჩანს შეიძლება აუდიტორიის წინაშე, ზოგი საერთოდ არ ჩანს. და ამიტომ იმარჯვებს ქართული ოცნება რა. აი ბოღმა გადაგიყოლეთ ბიძინა ივანიშვილის ბოღმა თქვენ რა. სულ ყველაფერზე ბიძინა ივანიშვილია დავნაშავე. ბიძინა ივანიშვილია დავნაშავე. კაცი პოლიტიკაში არ არის, იძახის რომ მე აღარაფერს არ ვერევი. მაგრამ ბიძინა ივანიშვილი ერთი კაი რამე თქვა. სუდის ის გახსოვს რომ თქვა 2035. ხო. რაღაცა რო თქვა ბატონმა ბიძინამ რა, რაღაც არასამთავრობო და 2035. კი. ამემ ვებშენ ვერავინ ვერ მიხვდა რატო თქვა ეს. 35 წლამდე საქართველოში იქნება ის ხელისუფლება, რომელიც ქართულ ხალხს უნდა 20-35-მდე და ბიზნეს ეგ გათვლაც გაკეთებული. შეიძლება თვითონ არ იყოს, არც ისინი იყვნენ ახლა ვინც არიან პარლამენტში, ან წინაზე ვინ იყვნენ, არჩი, მაგრამ სხვა ხალხს მოიყვანენ ისეც, რომელიც ქართველები იქნებიან და ქართულ საქმეს გააკეთებენ. არავის მონა არ არის ქართველი, არაზოს არ ყოფილა რა. არც იქნება ქართველი კაცი იყო მარტო ღვთის მონა. ეს დაიმახსოვრეთ და მონები ხართ ნამდვილად თქვენ. რომ რაღაცა ზიზიმ პიპილოებზე და ფულებზე ყიდით ამ ქვეყანას. თქვენ უსინდისოებო მართლა რა. რა გინდათ ამ ქვეყნისგან? რა ხო შეჭამეთ ერთხელ ეს ქვეყანა. ორჯერ შეიჭამა ეს ქვეყანა, მესამედ ეს ქვეყანა ვერ გადაიტანს. რომ თქვენნაირი ხალხი მოვიდეს ისევ ხელისუფლებაში. ისევ წართმევები, ქონებების, ისევ დარბევები ხალხის, ისევ აურზაური და ყველაფერი. ეს იცის ქართველმა ხალხო და იმიტომ არ გაძლევთ ხმა. ვინც ხმას გაძლევთ, ისიც ფულით გაძლევთ. თქვენ რო ფულს არ არიგებდეთ, ის ხალხიც არ მოგწევთ ხან. ამით ისარგებლობთ ქართველი კაცის, ქართულ კაცს რო ოჯახში რუკმანპური საჩალი ის მაპატეთ ამ ჟარგონზე საჩალიჩუა. აი ეს აკაკ დახვეული და რაღაცას რომ მიაწვით, ვინ უჯდენი ხდება რომ ის მაინც პატიოსანი კაცია რა, რომ ხმა მოგცეთ. თორე თქვენ ხმას არავინ მოგცევდათ აქამდე საქართველოში. და საქართველოს დიდგაჭირო და შეხედეთ გარშემო რა ხდება პოლიტიკურად ჩვენს გარშემო, აგერ სასონხეთში რა ხდება, აზერბაიჯანში რა ხდება. კაცმა არ იცის, ხვალ შეიძლება რუსეთმა, აგერ აზერბაიჯანმა თუ ჭკუ არ ისწავლა, ჭკუ აასწავლოს ჩვენ მეზობლებს. ის ყარაბაღის ომი გონიათო დამთავრდა? ის ყარაბაღი მაშინაც აზერბაიჯანის იყო, მაგრამ სომხების ხელში გადავიდა. ეხლა ისე იმის ხელშია.
რუსთან ცოტა სხვანაირად უნდა რა, გავკივართ პუტინზე, იმაზე, დავანებოთ თავი, მეზობელია. ჩვენი პროდუქცია ვერ გავა, რაც არ უნდა სტანდარტის იყო, იმიტომ რომ ევროპას თავისია. ეგერ უკრაინამ ხორბალი ვერ წაიღო, მთელი ამბავი ატარეს პოლონელებმა და იმებმა და ვერ გაყიდეს. და თქვენ რას გვეუბნებით ახლა ქართველებს, რომ ევროკავშირში გავა ჩვენი ღვინო, იმდენი ღვინო აქვს. უნგრეთს, ბულგარეთს, ბიჭო, იტალია და საფრანგეთი, იტალია და საფრანგეთი ლობირებს, მაგრამ პორტუგალიას და ყველაფერს. ეხლა ისინი გაგიშვებენ შენი იქ. ვინ გაგიშვებს? ვისაც უნდა შენი 500 კილო ნიორი და მანდარინი და ჩაი თუ რაღაც, ჯერ ჩაიც არ აქვს, ეს კულტურა, ეს კულტურაც მოსმენთ და თელი ჩაის ფაბრიკები როცა აყიდეს. და თან აზერბაიჯანი მარიამ ჩაი აქვს. იმის რეკლამას აკეთებ რუსეთში და რუსეთში იყიდებოდა ჩაი არ აქვს ქვეყანას. საქართველოს ჩაის კულტურა მაინც ჰქონდა. და ამდენი გამარჯვებები ჰქონდა ქართულ ჩაის და ჩვენ ჩაი ვერ გავყავ. ეხლა რო ვამბობ მე გესმის რას თქვენ ჩამოთვალეთ ეხლა. ნუ ის საქართველოში იყო მართლაც ძლიერად იყო ეს ჩაის კულტურა, ციტრუსი რამე ყველაფერი და სოფლის მეურნეობა გინდა არ გინდა ხა იმ საფთაგაშვილის დროს იყო, გაიგე? იყო და კარგად მუშაობდა და კარგად იყო ყველაფერი. რაც ესე იგი დამოუკიდებელი სახელმწიფო გავხდით, ხო? იმის ნაცვლად რომ ჩვენ უფრო უკეთესი გაგვეკეთებინა სოფლის მეურნეობის კუთხით და უფრო მეტი შემოსავალი მიეღო ქვეყანას, ხო? და მეტი დასაქმებული ადამიანები ყოფილიყო ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ეს იყო წინასწარ დაწერილი გეგმა და ევროკავშირმა, რომლებიც ახლა დღეს ასე დაფიქსირდა. კოლექტიურმა დასავლეთმა. ეტაპობრივად დაიწყეს სოფლის მეურნეობის მიმართულებით გრევა, დაიწყეს გაჩანაგება ყველაფრის. ის ჩაი გაანადგურებიეს. ჩაის, რომელსაც მთელი დასავლეთ საქართველო ამ ჩაითი ცხოვრობდა, გაიგე და მშვენივრად იყვნენ და კარგი ცხოვრებაც ჰქონდათ, კარგი საქარიც ჰქონდათ და კარგი ავტომობილებიც ჰყავდათ. გესმის რაშია საქმე? შემოსავლები ჰქონდა ხარ? შემოსავლები გადიოდა რუსეთში, ეგეთ და მიდიოდა იყიდებოდა. თელ საბჭოთა მანდარინი, ეს ყველაფერი ნელა-ნელა გაანადგურებიათ. ფაბრიკები გააყიდიეთ, ჯარში ჩააბარებინეთ, ტექნიკა ჯარში ჩააბარებინეთ. ეს ყველაფერი მოასპევინეთ და მერე ისე მიიყვანეთ საქმე, რომ ქართველი კაცი გურული კაცი და ეს აჭარელი კაცი თურქეთში გოუშვით ჩაის პლანტაციებში სამუშაოდ. გაიგე, როცა თავის ჩაი თავის ხელით ააჩეხინეთ, ხო? ფაბრიკა ქარხნები დაანგრევინეთ, გაიგე და ეს ქართველი კაცი, რომელიც აქ მუშაობდა და ფაბრიკა ქარხანაში და რაღაც გარკვეულ შემოსავალი ჰქონდა და ოჯახს აჩენდა, საზღვარგარეთ გაუშვით ეგე და ბონებად აქციეთ, გაიგე. ეს გაკეთდა ყველაფერი კიდევ ვიმეორებ. ეს იყო ერთ-ერთი მეთოდი, ბრძოლის ერთ-ერთი მეთოდი, როგორ უნდა დაასუსტო ქვეყანა. და როგორ უნდა გაანადგურო მისი ეკონომიკა. გახადო შენზე დამოკიდებული. მისი ეკონომიკა გაანადგურო. შემდეგ გახდეთ შენ მასზე დამოკიდებული და ეს ქვეყანა ჩადო ვალში. და ვალშია ჩადებული. ვალშია ჩადებული. ნახე რა გააკეთეს ახლა. ხო შევარნაძის დროიდან დაიწყო. აბა რა? შევარნაძემ დაიწყო პირველად ნულოვანი და ერთელარიანი აუქციონები. ბიჭო, ხო უნდა მოვიდნენ ხალხი ასე და ხო უნდა მიხდნენ ეს ადამიანები რომ ბიჭო ეს ყველაფერი რაც კეთებოდა და რაც კეთებოდა მიდის დღეს ხო ახლა მიმართულებით ხო ეს არის ყველაფერი ჩვენ საწინააღმდეგოდ. ჩვენი ტრები არიან ისინი და არა ჩვენი მოყვრები რომ იყვნენ ისინი ამას კი არ გააკეთებდნენ, კი არ დაგვანგრევინებდნენ ამას ყველაფერს, გაიგე და კი არ დაგვამშევდნენ და მე მათზე დამოკიდებულები კი არ გავხდებოდით. პირიქით შეუწყობდეთ ხელს და მოხდებოდა ამ ფაბრიკა ქარხნების მოდერნიზაცია, გადაიარაღება, თანამედროვე, ესე იგი რომ ვიტყვი სტანდარტებით, თანამედროვე ხარისხებით გამოშვება. რას ამბობ, ისეთი ჩარხები იდგა, მიონში და სუახალი ჩარხები, მთელი მოწყობილობები, ჩარხები კიროვის ჩავჩანებელი ქარხანაში, იმისთან ყველანაირ დეტალს აკეთებს, ვისაც წამოღებული აქვს მოასწრო და თავის და იმისთან დეტალებს ჩარხავენ. ხო და რას ვამბობ, მე ისე რას ვამბობ? რადიო ქარხნები დაგვანგრევინეს, დავაშლევინეს. მაგას ვამბობ, რომ ესე იგი ამას ყველაფერს გაუკეთებდნენ მოდერნიზაცია. რუსთავს რა უქნეს? ჩვენ ჯართი. აბა, უცხოეთში მიდის და რუს ეხლა ძერდობით კი და ვიღაც ინდუსი ქართულ იმაში ადგენს ფას რომ 40 კაპიკი თეთრი იქნება თუ 45 თეთრი უნდა მიიღო ჯართან. იზღებულობს ჯარს. იზღებულობს ჯარს. ჯარის მიღების საქართველოს. და ის განაგებს იქ რუსთავში რაღაცებს და იმეს რა. ესე იგი ჩვენ ესე იგი ქართველის ბატონო ტრისთან გიორგი საგაცი ხო გა კინო ნანახი. დედოფალსო შემოაქვს რა ანგარი ასე რომ დადებს. დღეს ეს ვჭირს ჩვენ საქართველოს. ეს ვასილ ბარათაშვილის არისო, ეს ამილაყარის, ეს ციციშვილის, ეს კიდე კოზმანაშვილის, მარტო შენია ლანგარიო რა, რეუნება რა. აქ საჭიროა ის სტრატეგიული ობიექტები, რომელიც მიშამ გაყიდა, შევარნაძემ გაყიდა, მიშამ გაყიდა.
ჩალის ფასად, როცა სახელმწიფო კრედიტს იღებდა, ამაში დებდა ენერგოობიექტების ფულს. მომისმინე ბატონ ტრისთან და სხვა ობიექტებში. ბოლოს ჩალის ფასად მიყიდეს უცხოელებს. კრედიტი ჩვენ დაგვაწვა. უცხოელებს ის. ეხლა RMG-ზე მიდის რეკლამა რა, ესეთი 500,000 შემოაქვთ თუნდაც წელიწადში. ოქრო გვაქვს და რა შემეღებად მინდა RMG სახელმწიფო რას აკეთებს? სახელმწიფოს ის ოქროს გაყიდ ის სახელმწიფო ოქროს საბადოს რა ვისიც გინდა იყოს ეს ფილმი. ბატონ ტრისთან საქართველოს ეკონომიკა რო კიდევ უფრო გაძლიერდეს და რაღაცეები უნდა მიეხედოს სოფლის მეურნეობას, მრეწველობას, როგორ ჩვენი ხორბლისგან რა მაკარონი ვერ გამოვა, მაინდა-მაინც უცხოეთიდან შემოვიდეს უცხოეთიდანაც. მე არა მაქვს პრეტენზია, მაგრამ იცი როგორ უნდა იყოს? ცოტა ტარიფები რაც შემოდის, მაღალი უნდა იყოს და აქ ჩვენი გლეხის თუ მეწარმის თუ რაღაცის ინტერესები უნდა იყოს დაცული. აი მაშინ იქნება წესიერი კონკურენცია ქვეყანაში და ქვეყანაც გაიმართება და კაცი კი აღარ მიატოვებს, რო იცის რომ მას სახელმწიფო უდგას გვერდში რომ თავის პროდუქცია არ ჩაუწვება და არ დაუზიანდება. რომ იმიტომ რომ იმას იაფად შემოუტანს ის. ის იმიტომ რომ ის თავის სახელმწიფო უკლებს იმას მას, ოღონდ გაიტანე უცხოეთში და გადასახადს არ ახდეინებს იმ დეს. ზარის ბატონო ზაზა, იცი, ნახეთ ეხლა. და მეორე, აუცილებელია საჭირო როგორც საფრანგეთში გააკეთა დეგოლმა. აუცილებლად უნდა მოხდეს დენაციონალიზაცია. კი, აუცილებელი. ეს აუცილებელი უნდა მოხდეს საქართველოში, რომ ქართველმა ხალხმა იგრძნოს, რომ ის არის თავის ქვეყანაში ფლობს რაღაცას. არ უნდა გაეუქმებინათ არაფერი, არ უნდა დაენგრიათ. ხალხს ვალი როა, ეხლა შიდა ვალი როა სახელმწიფოს მილიარდობით ანაბრების ვალები რო არის. ინაამრების ვალები გაეკეთებიათ ეს წარმოების სააქციო საზოგადოება და ხალხისთვის ემუშაოთ, მიეცათ ეს აქციები და ხალხი იცხოვრებდა იმ აქციებში. ვიცი რა არის ბატონო ზაზა? ეხლა ნახეთ ფაბრიკახნების გრევა, ის ორი კაცი ის სოფლის მეურნეობის გაჩანაგება, უზარმაზარი საკონსერვო ქარხნები გქონდა. კი, გქონდა, გემთენებლობა გქონდა, სხვა გვაქვს და გემი არ აქვს. ნახე ახლა შეხედე. უზარმაზარი საკონსერვო ქარხნა, რა მინდა თქვა ახლა, ნახეთ. უზარმაზარი საავიაციო ქარხანა გქონდა, ტანკებს ვარემონტებდით, ყველაფერს ვაკეთებდით. ეხლა ილმამაშენებელი ინგრევა, ვაგონშემკვიდრებელი ინგრევა. რა უნდა დაასაკმო. მე თქვენ ბძანეთ ის რომ ესე იგი კრედიტები მიიღო ჭონია სახელმწიფოდან. ქარხანა აჩუქა შევარდნაძე ქარხანა აჩუქა, ეს ლიმონათის ქარხანა გააუქმეს, გაიგე? ლაღიძე გააუქმეს და შემოიტანა შხამი საწამლავი კოკა-კოლა, გაიგე? და ეს კრედიტები კიდო კი არ გაესწორა ჭონიამ, ჩამოაწერეს. ყველაფერი ჩამოაწერეს. და ჭონია დღეს აგერ რას აკეთებს, კარგად ვიცით ჩვენ, აი აქ რას აკეთებს? პირველის გოგუებს აფინანსებს. LGBT პროპაგანდას აფინანსებს. LGBT პროპაგანდას იმ ღონისძიებებს აფინანსებს, იმ პრაიდებს იმას აფინანსებს, გაიგე? ამას აკეთებს ჭონია, გაიგე? და განუ სახელმწიფოს წინააღმდეგ და ქართველი ხალხის წინააღმდეგ და საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ მოქმედებს, გაიგე? ბიზნესმენიო ხაზარაძე. ელტონ ჭონია ყოფილა, მაგ თუმე ელტონ ჭონია. ხო. და მეორე რამე, თუ გახსოვთ, კაცო, შევარდნაძემ 15 მილიონიანი ჩეკი რო გადასცა ხაზარაძეს, ბორჯომის ექსკლუზივი და ჩეკი რომ ისა $5 ჩეკი, ის კრედიტის. ბიჭო, ეგრე რომ მოგცეს ჩვენ თითოეულ კაცს რაღაცა ეგეთი $15 მილიონი და თითო ქარხანა ჩვენც ვიქნებით მაგარი ბიზნესმენები რა. ბოც ვერ გავბერავთ. თუ იმას ბორჯომს ვერ ჩამოვასხავ და ლიმონადს ვერ ჩამოვასხავ. არა, მე რატომ მინდა ასუსო ხას იცი? არა, ამ ხალხმა, ამ ადამიანებმა, რომლებიც დღეს არიან სახელმწიფო წინააღმდეგ მომართულები და აი ესე ანგრევენ და აჩანაგებენ ყველაფერს. დღესაც ანგრევენ, კაცო. დღესაც აჩანაგებენ. დღესაც აი რომ მიტყვი, ებრძვიან ქვეყნის ეკონომიკას და მარტო თვითონ უნდა ქონდეს, გაიგე და თვითონ უნდა მართონ ამ ქვეყანაში ყველაფერი, გაიგე და ხო და თვითონ უნდა გიყუროს ზემოდან. თვითონ უნდა იყოს ყველაფერი და გებატონონ, გაიგე და უნდა ყავდეს შენ უნდა იყო თუ რომ ისი მსახური და მონა. ბიჭო, ვისი მონა უნდა ვიყო და ვის მსახური უნდა იყო? ჭყონიას და ხაზარაძეს და ამ ვიღაცა ნაგვების, გაიგე, რომლებმაც ეს ქვეყანა დაანგრიეს და დაამშიეს ეს ხალხი და შეჭამე ვეღარ გაძღა მათი მუცელი, გაიგე რა. იცი რა მეგვეს კაცო ამ ლელოში დაც კაცო. ხმას ვაძევენ ლელოს. ნახევარი საქართველოა. თელქონება გადაიბარეს. მიშაზოს ქონება ხალხს კრედიტებს აძლევდნენ. ჩამოართვა, ვინები ჩამოართვა ხალხს ქუჩაში დადო. ვინები ჩამოართვა? მე მიშაზოს ციხეებში რო იყვნენ, კრედიტი რო ფული რო არ ქონდა, ხალხს ბინას უადებიებდნენ და ერთ დღეში რო კეთდებოდა კრედიტი და მიდიოდა. კონსტანცა ბანკი რო შეიერთეს უცებ. აბა. ყველაფერი. იქ ხალხი ხომ მუშაობდა იმ კონსტანცა ბანკში. ხო წაართვეს იქ, იმ ქალბატონი იყო იქ, მაგ ბანკის დამფუძნებელი თუ რაღა მიკროსაფინანსო ბანკი იყო.
თვითონ გახსნეს მე აი ბანკების გარდა აქ მიკროსაფინანსოები ეგენით ცალკე ყოლიფავენ კიდე ხალხს ევროკავშირმა ეხლა გამოყიდო ახალი თანხები ახალი კრედიტები და დასახელდა რამოდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია რომლებმაც მიიღეს ეს გრანტები ეს არის საქართველოში ქართული ოჯახების დამანგრეველი ორგანიზაცია ბაბუცა პატარაიას ორგანიზაცია რომელიც პირდაპირ ანგრევს ქართულ ოჯახებს ის თამთა მიქელაძე იქნება ის თამთა მიქელაძე ეს არის ის ლომჯარია ეს გიგაური მე ეს ფულები ხო შეიძლება სახელმწიფომ არ მისცეს ამა და გაუჩერდეს ხო და ნახე რა მინდა თქვა ეხლა ეს ადამიანები ვით ჩვენ ჩამოთვალეთ ეხლა ხო ყველა ვიცით ვინც არის და რაც არის და როგორ არის მიბმული პირდაპირ ის უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების სპეცსამსახურებთან ეს ხო ფაქტი არის ხო ესე იგი ისინი ეწევიან ქვეყნის საწინააღმდეგო ქმედებებს აი ანუ ამიტომ ეს ფული უნდა ჩამოართვან და ფული კი არ უნდა ჩამოართვან მარტო კაცო ჯერ მე ვიცი და ჯერ უნდა ჩამოართვან ფინანსები ეს ფინანსები უნდა შევიდეს საქართველოს ხაზინაში ბიჭო ფული კი არ უნდა ჩამოართვან მარტო თვითონაც უნდა იყვნენ იზოლირებული ეს ადამიანები იმიტომ რომ ამათ არა მოღალატე და აგენტი უნდა იყოს ამათ არც კანონი მაუშველა გაიგე ხომ ხედა კანონი მიიღო სახელმწიფო მიიღო მთავრობამ კანონი და სწორიც იყო რომ მიიღო კანონი უცხო ქვეყნის აგენტურასთან დაკავშირებით ხო მაგრამ ბიჭო ეს კანონი უნდა ამოქმედდეს რატო გაჩერებულია კანონი ხო მე აგენტია ხო ვიცით აგენტია პირდაპირ ვიძახეთ ელენე ხოშტარიაზე რომ რუსეთიდან ღებულობს ფულებს დებენ ფაქტებს ხო რომ ღებულობს რუსეთიდან ფულებს ხო ბიჭო ესე იგი ანუ დანაშაული არის ეს ხო ის ახლა შეფუთული როგორ არის სპექტაკლები და იმითი რა კინოთეატრები და იმითი ის სხვა საკითხი არის ხო იმიტომ რომ საერთოდ აი რა ამ ხელა ფული როგორ შეიძლება აიღოს ხო აგენტურული ფული მოდის ეს შეფუთვებით გაიგე როგორც ეს ღებულობდნენ თვითონ სოციალური პროგრამებისაც და სინამდვილეში რევოლუციების ღებულობდნენ ფულებს ამათაგან და ასე ეგეთი USAID და ისინი ვაფინანსებენ ის იგივე ხო და ხო იცით ეს სქემა ხო გაშიფრული არის გასულა ხო იცით ის კონკრეტული დანაშაული ხო რომელი ადამიანის სწორედ ამ ფინანსების მეშვეობით გიკეთებთ ქვეყანაში არეულობას, საბოტაჟებს და ყველა მიმართულებით ახალგაზრდებს გადაყავთ ჭუიდან მოწამლეს ეს ახალგაზრდობა მოწამლეს დაიჭირეთ ეს ხალხი კაცო მიეცეთ პასუხისგებაში დაიჭერეთ უგონ 7 ნუგი გაუშვით კარგი ისე რა არის 7 ეს არის მაგათთვის დასვენება იმიტომ რომ ცოტა გაერიდნენ ახლა ამ პოლიტიკური მას არეულობას და წავიდნენ იქ დაისვენეს მე რომ გამოვიდნენ და იწახონ ხო ჩვენ ხოს რომ წამოწოლილები არიან პოლიტპატიმრები იქ ევროპაზე როგორ გაანთავისუფლოს საქართველოს რომელია პოლიტპატიმრები მე თან ამ მილიონებს ჩამოწერენ გაიგე რომელი მილიონებით მითვის ეს მასლა შეჭამეს და ამ პირდაღებული ხალხს აგერ როყავთ იმაზე თავრობის სახლის და 50 ლარად აკაკანებენ და თვითონ 100,000-ს იდებენ ჯიბეში და მილიონებს ამასაც ჩამოწერენ გაიგე ერთი ნახონ არასამთავრობოებს ამით იქნება ყველაფერი დაგებინებული რეესტრი ხო არსებობს ეს ერთი რამე კაია რეესტრი რომ ვერ დამალავ ქონებას თუ გაკ ერთი ვიზია გაფორმებულები თავის თავზე რა აქვს და მე თავიანთ შინაურებზე ერთი ნახო რა ქონებები აქვს გაფორმებული სერიოზული ქონებები აქვს კაცო გიგაურს აქ ქონებები ქონია ლომჯარიას და ბაბუცა პატარაიას ყველას ექნებათ როგორ ამხელა მილიონები მოდიოდა ესენც კაი ეშმაკები არიან იმათაც აცურებდნენ ისე ვახშე რა იცოდე იმათ არა იმათ ატკატები მიდიოდა კაცო კი მიდიოდა მაგრამ აქ რომ ანუ ტეხავდნენ ფოლებს ესენი ამანაში ამა იქონებას ვითი იყიდა რა არა მეციან ნაშრომები გამოაქვეყნეს თუ რა ქნეს თუ მე მაგალითად ბატონტრისთან ახალგაზრდას 10 ლარს რო აძლევდნენ წერდნენ 200 ლარი მივეცი ეს იმას მივეცი 100 როგორც აკეთებდნენ მაგრამ აბარა ეს ქონება როგორ დაისაკუთრეს ნანუკა ჟორჟოლიანი მაგრამ 50 წელი ლობიანი მეიტანა და 500 ლობიანი რო ჩაწერა მე იმაში რა ქვია განაცხადში 500 ლობიანი მეიტანეო ხო ფული მისცეს და ხო უნდა იმას ვინ დათვლის ახლა 500 ისი ნანუკა ჟორჟოლიანი თავის ფულით მეიტანა და ეგ ბიჭო რამეს გაიგე და რასი მიმტანი იყო თავის ფულით ფონდი შექმნა და იმ თვითონ ამ ფონდში მოდიოდა თანხები და არ ვიცოდიო თუ ეს ფონდიო რა არის ცოტა ბიჭო გაიგე და ზღაპრებს ყვებიან მეიტანა 50 წელი ლობიანი და დაწერა 500 ლობიანი ისიც მახსოვს მაგის გამოსვა ნანუკა ჟორჟოლიანი თუ მიშა არ იქნა ქვაქვაზეც არ ყოფილა რა ბიჭო დაახეთ საქართველოს დავით აღმაშენ ვახტანგ გორგასალი მოუგდა ფარნავაზი მოუგდა ბაგრატმესა დავით კურაპალატი თამარი გიორგი წინვალი და არ დაგწეულვარ და მიშა თუ მიშა რა რომ მოუგდარიყო რა საქართველოს უნდა დაგწეულიყო და ქვაქვაზე სული გუცხია მაგას მაგრამ რა კაი გააკეთა ამ ქვეყანაში ერთი მითხარი რომ მიშა საერთოდ მიშა სახელის არც ერთი ბაზა არ აქვს საქართველოში რუსული და ორი ბაზა გაჩნდა უცებ აფხაზეთში და სამაჩაბლოში მაგრამ გააჩინა ცხინვალის რეგიონში მიშას უტვინო პოლიტიკამ გააჩინა ეს და დასავლეთის წაქეზებით რომ ყველაფერს მოგწეთ რუსეთს ომს მოუ 4 მილიარდი მისცეს გაყიდა საქართველოს ბიჭო ხო 4 მილიარდი ხო მისცეს მე ეს 4 მილიარდი დახმარება იყო
სულ გადაინაწილეს. სახლები ააშენებიეს, ის გეტოები. მერაბიშვილმა და ადეიშვილმა და მე ის ხალხი დაიჭირეს. საცოდავი ხალხები. ის ხალხი დაიჭირეს, სასწრაფად ააშენებინეს. სინესტე და ის იყო იმ სახლებში და მე ის ხალხი დაიჭირეს. ის ფირმები დაიჭირეს, იმ ფირმებს კიდე ფული მოატანინეს. არც გადაუხადეს. იმათ კიდე ფული დააწერეს. გზანიც იღეს ყავთ ჩვენ თან. ხო, ყავდათ ბევრი, ხო, ზოგს ისე შეაწერეს ფულები და ისე მიატანინეს. საქართველოს ეს როგორ უნდა შეაძლო? თუ არ ეკუთვნის გადახდა, არ უნდა გადაახდებინო. ვინც არ უნდა იყო. სახელმწიფო არ უნდა გადაახდებინო არავის ერთი კაპიკის ზედმეტი. ეხლა რა არის ბატონო ზაზა, ისე მინდა დაუბრუნდე კაცო ამ რაღაც ამ უმსგავსობასთან, სიმახინჯეს რაც ამ ქვეყანაში ტრიალებს სწორედ ამ ოპოზიციური პარტიების მხრიდან, ხო? ეხლა ეს ამუტანელია და ამარზენი არის, რა. მით უმეტეს ამას ემატება კიდევ აი ეს რაღაც იმათი ევროკავშირის ესეთი რაღაცა მუქარები და ესა გვემუქრება. კაია კალასი ემუქრება საქართველოს, გაიგე? კაია კალასი ემუქრება, ბიჭო, ბალტიისპირეთის ქვეყნები გადაგვეკიდე რა მოკლედ, გაიგე? აბსოლუტურად ესე იგი დღიარ გავარო მაგათი მხრიდან ჩვენ რაღაც ისეთი უარყოფითი განცხადებები მოვუსვინოთ. მე რაც არ უნდა თქვა, ეს ჩვენზე არ მოქმედებს ქართულ ხალხზე. წერილი უფრო ფარჩაკდებია ჩვენ. არა, გასაგებია, მაგრამ წერილი რომელიც გამოაგზავნეს ახლა წერილი, გაიგე? და გეუბნებოდი იმ წერილში რომ ესენი უნდა გააკეთო, გაიგე? ოჯახური ტრადიციები, მოსპეო ბავშვთა უფლებები, ისეთი რომ ოჯახური სიწმინდეები, ესე იგი თურმე ჩვენ არ უნდა გქონდეს, არ უნდა ვიყო. არა, ბავშვები არ უნდა ვიცავდეთ ბავშვებს ჩვენ. ოჯახები არ უნდა იცავდეთ. ბავშვები ვისაც უნდა წაიყვანოს, წამოიყვანოს. LGBT საზოგადოება უნდა იყოს შემართებული დროშები და ეთნიკური ბაზის საზოგადოება რა წერილი გამოაგზავნა კაია კალასმა, გაიგე? კაია კალასმა რომელმა კაია კალასმას კარგად დაიწყო თავისი პირადი ცხოვრება, ხო? საბჭოთა კავშირის დროს ძალიან კარგად მისმა ოჯახმა. ეხლა ბატონმა ზაზამ ახსენა, ბაბუამისი იყო ფაშისტური იდეოლოგიის მომხრე და ფაშისტი იყო, მამამისი იყო საბჭოთა მოღვაწე და თვითონაც იყო კაი პიწავანი კონკავშირელი და აი ესე გაიგეთა კარიერა და ეხლა მისი ქმარი კიდო ბიზნესი აქვს რუსეთში, აგერ და არაჩვეულებრივი შემოსავლები აქვს რუსეთიდან. მაგის ქმარს. ხო, და აგერ კიდო ეს როგორი უკვე დვაინოი თამაშები კი არ არის. უკვე 3 მაგი და 4 მაგი და 5 მაგი თამაშები. მაგი აგედო აგე მუხარი წერილებს გვიგზავნეს. გაიგე რომ აიო თქვენ თუ ამას არ შეასრულებთო, ესე იგი თუ თქვენო ესე იგი ოჯახური ტრადიციების ცხოვრებას გააგრძელებთო და ოჯახში გარყვნილები არ გეყოლებათ, თითო გარყვნილიო, გაიგე? თუ ესე იგიო თქვენო ბავშვებსო და ასწავლეთო ქართულ კულტურას, ისტორიას და ოჯახურ ცხოვრებასო და ასე შემდეგო, მაშინო თქვენო ევროკავშირის წევრი აღარ იქნებითო და ამ ვიზა ლიბერალიზაციას გაგიუქმებთო. რა ჯანდაბა თქვინა თქვენი ვიზა ლიბერალიზაცია? ამ ვიზა თქვენ ჭირდება ჩვენი თავი კიდე რომ გამყარივარ და რაღაცას იღებს. ვიზა ლიბერალიზაცია დაღუპა ჩვენ, გაიგე? რომ ქვეყანა ამდენი ქართველი დაიცალა, ქვეყანა წავიდა. ჩვენ აღარ დავჭირთ ქართველები უკვე და პაკისტანელებით და ინდუსებით და არაბებით და ერაყელებით და ირანელებით და თურქებით ასავს ეს ქვეყანა, კაცო. ხო? და რაც უფრო მალე დაიკეტება თქვენთან ესაზღვრები, ხო? მით უფრო უკეთესი არის, იმიტომ რომ ცოტა ქართველ სახეს მაინც დავინახავ თბილისში, აგე და ცოტა რაღაცნაირად არა, ამ ეს პრობლემაც მოსაგვარებელი აქვს ქვეყანაში. სერიოზული პრობლემა არის, კაცო. ესენი გასაშვები არიან. სერიოზული პრობლემა არის. ეს ინსტიტუტები, ეს უმაღლეს სასწავლებელი, ამდენი რა თუნდა საქართველოს. ბიჭო, და ეს ხო იმიტომ არის, ხო? არ უნდა ეს იმიტომ გაკეთა სპეციალურად, გაიგერო და თან განათლების სისტემაში იმიტომ დავიდა 0-ზე ყველაფერი, რომ განათლებული ქართველი ადამიანი არ ჭირდება. მე მოაზროვნე, აღარ არის. ბავშვი ვეღარ აზროვნე. ჭირდებათ მიმტანი, ჭირდებათ ის რა ქვია, ეს კარების გამღები, დამკეტი გაიგე და შვეიცარი, ყოვრები, ოფიციანტები, მზარეულები. ქართველი კაცი, აკადემიკოსი და პროფესორი და ეს აღარ ჭირდებათ, გაიგე. იმიტომ დაანგრიეს ცელმეცნიერული ინსტიტუტები არ არის. დანგრეული არ არის, კაცო, განადგურებული არ არის. მეცნიერებათა აკადემიას საერთოდ სპობენ მეცნიერებათა აკადემიას. და ამას განათლების სამინისტრომ უნდა მიხედოს, ეხლა ხო ახალი დაინიშნა ის. ჯო, ახალი ვინც არ უნდა დანიშნო, თუ სისტემა არ შეიცვალა იქ. სისტემა თვითონ უნდა შეცვალოს მინისტრმა. თუ სისტემა უნდა გამოყაროს ის სოროს სისტემი როგორ. აი, ლომაიას რეფორმებით ისევე ხალხი და სოროსის იმით არის ყველაფერი იქ აბსოლუტურად, ჯერ ისევე გაიგე და ამან გამოყაროს, აბა რა უნდა შეიცვალოს, გაიგე რა შეასაკო. როცა შეიცვალა სისტემა, შეიცვალა განათლების სისტემა. ამდენი უმაღლეს სასწავლებელი არ არის საჭირო რა. და გადაერთვება სუფთა ეროვნულ მიმართულებით და სუფთა ეროვნული, ესე იგი, ტრადიციებით იქნება ყველაფერი გაკეთებული განათლების სისტემაში და ეკლესია შეიყვანს სკოლებში, ეკლესიას და დაიწყებ ღვთისმსავლება სკოლებში, ხო, აი მაშინ გვეშველება ჩვენ და მაშინ იქნება ღვთისმსავლება აუცილებლად დასაწყისებლად სკოლებში. სწორგზაზე, გაიგე? სკოლებში აუცილებლად მე-12 0 კლასი, პირველი კლასიდან დაწყებული მე-12 კლასამდე ღვთისმეტყველება უნდა იყოს სკოლებში. საეკლესიო სწავლება, წმინდათა მამათა ცხოვრება, ის გმირობები, რაც გამოიარეს წმინდანებმა. და ეს უნდა იცოდე, რომ ისინი აკეთებდნენ რწმენისთვის და თავის ქვეყნისთვის.
ბატონო ზაზა ჩვენ დრო ამოიწურა სამწუხაროდ სასაუბრო ძალიან ბევრი გვაქვს ბევრი ტკინეული საკითხებზე გვაქვს რომიტყვი ჯელობის ისა მართლაც ძალიან ცუდი მდგომარეობა არის ამ მიმართულებით ახლა რაზეც ჩვენ საუბრობთ და რაზეც ამ გადაცემაში ჩვენ საუბრობთ ხო ეს არის ძალიან ტკინეული საკითხი გასაგებია მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის რომ როგორმე ეს პრობლემები მოგვარდეს მაგრამ ხალხმაც უნდა ცოტა გამოიფხიზოს ხალხმა უნდა გაეღვიძოს ცოტა შეხედეთ რა ხდება რეალურად ამ ცხოვრებაში და რა მდგომარეობა არის კაცო აღიქვით ის საფრთხეები რომელიც საფრთხეების წინაშე ჩვენ დღეს ვდგავართ ჩვენი ქვეყანა დღეს დგას ესმით ჩვენია ეს ქვეყანა ჩვენ ნურავის ნუ მივცემთ და ნურავის ნუ აძიძგდინეთ ამ ქვეყანას აი ეს რასია საქმე ეს ღმერთმა მოგწვა ღმერთმა გვაჩუქა ღმერთმა ანგელოზი ქვეყანა მოგწვა კაცო აგედა რა გინათ ეხა თქვენ ვერ გავიგე მე გინათ ვიღაცა ეშმაკებს ჩააბაროთ ამიტომ ერთად ვიყოთ ერთად ვაკეთოთ ქართული საქმე და ერთად დავიცვათ ჩვენი ქვეყანა და ერთად მოვეფეროთ ამ ქვეყანას და ერთი დღე რომელიც დღეც იქნება და ძალიან მალე იქნება ეს დღე ამ ქვეყანაში ჩვენ ნახავთ საქართველოს ტერიტორიებსაც აღდგენილს გაიგე და გამთიანებულს და ის სატანისტური ორგანიზაციები რომელი ორგანიზაციები დღეს სწორედ მიზანმიმართულად ანგრევენ ამ ქვეყანას ისინი გასუფთავდებიან ეს უნდა გავაკეთოთ ჩვენ ხალხმა ძვირფასო ტელემაგურებლებო მადლობთ რომ გვიყურებთ კარგად მზადებოდეთ მომავალ შეხვედრამდე